ბედნიერი ხართ? ხო, ამ კითხვას ალბათ ხშირად სვავს ადამიანი თავის ცხოვრებაში და ამ ეტაპზე შემიძლია ვუპასხო, რომ ვარ ბედნიერი და ცოტა ბედნიერება ისეთი მცნებაა, მაგრამ თუ დღის ბევრ ნაწილში, ცხოვრების ძალიან ბევრ დღეს ხარ ბედნიერი, ჩემი აზრით უკვე ბედნიერებაა. როგორ დაიწყო ყველაფერი? ყველაფერი დაიწყო ალბათ მაშინ, როდესაც მე 19 წლის ვიყავი და ხერხემლის კომპრესული მოტეხილობა მივიღე. 19 წლის ასაკში ძალიან რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან ტრამვული, იმიტომ რომ არ ვიცოდი საერთოდ ფეხზე გავივლიდი თუ არა, ან რა მელოდებოდა მომავალში და ალბათ პირველი ტრანსფორმაცია მაშინ დავიწყე. იმიტომ რომ ჩემი მიზანი იყო რომ ძალიან ძლიერი გამხდარიყავი ფსიქოლოგიურად და შემძლებოდა გამკლავება ამ გამოწვევასთან. ვფიქრობ რომ ძალიან კარგად გავართვი თავი, რადგან ეხლა თქვენ წინაშე ვსივარ და ვსაუბრობ. რა იყო ის პირველი შინაგანი განცდა, რომელმაც ამ გზაზე დაგაყენათ? იცი რა, ალბათ ამ კითხვაზე მახსენდება საავადმყოფო. რამ დამაყენა ამ გზაზე და რა შეგრძნებებიც მოვიდა, ეს იყო 24 წლის ვიყავი მაშინ. და მესამე მეძლეოდა შანსი ცხოვრების, სიცოცხლის და როდესაც რეანიმაციაში გავახილე თვალი, ჩემდაუნებურად თქვი სიტყვები, გავიგე და შევცვლი. თუმცა რო ვთქვა სიმართლე, ვის ვეუბნებოდი ამ ფრაზას არ ვიცოდი, ან ვის რას ვპირდებოდი, რის შეცვლას ნამდვილად არ ვიცოდი. ეს რა თქმა უნდა ეხლა ვიცი უკვე, ვის დავპირდი და რას დავპირდი და ეს იყო პირველი შინაგანი განცდა, რომელმაც შემდეგ უკვე ტრანსფორმაციის გზაზე დამაყენა. რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება? თავისუფლება ჩემთვის არჩევანია. ანუ, როდესაც ადამიანს აქვს არჩევანი ცხოვრებაში, ანუ აირჩიოს ვისთან მიურთიერთობს, აირჩიოს როგორი ცხოვრობს, აირჩიოს რამდენ დროს გაატარებს მუშაობისას, მეგობრებთან თუ თავის სხვა პროექტებში, ჩემთვის მოკლედ თავისუფლება არის არჩევანი. როგორ რეაგირებენ ადამიანები თქვენ? როგორ რეაგირებენ ადამიანები თქვენს სიტყვებზე? თლად კარგად ვერ მივხვდი ამ სიტყვის არსს, რომელ სიტყვებზე როგორ რეაგირებენ. თუმცა თუ როგორც მოტივატორს განვიხილავთ, ძალიან ბევრი ადამიანი დღესდღეობით მეუბნება, რომ თქვენმა აი იმ საუბარმა, ეს რომ მითხარით, ამან გამოიწვია ჩემში ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, პირველი კითხვები, როდესაც დავსვი ჩემ ცხოვრებაში, იყო თქვენი სიტყვების გამო. აქედან გამომდინარე, ალბათ ვფიქრობ, რომ აქვს ჩემ სიტყვებს ძალა. რა არის ყველაზე დიდი სიხარული ამ საქმეში? ყველაზე დიდი სიხარული არის, რასაც ალბათ ეხლა ვღებულობ განსაკუთრებით ჩემი კლიენტებისგან, როდესაც 5 შვილის დედა, 7 შვილის დედა, მე ხა განსაკუთრებით დედებს გამოვყოფ, რადგან საქართველოში ცოტა დედების ბედნიერებაზე ცოტა რაღაც არც კულტურა გვაქვს ალბათ და ტრადიციებიც და ძალიან მახარებს, როდესაც განსაკუთრებით მრავალშვილიანი დედები ხდებიან უფრო ბედნიერები, როგორც დედები, როგორც მეუღლეები, როგორც გოგონები და ქალები. და ჩემთვის აი ეს არის ალბათ ამ საქმეში ყველაზე დიდი სიხარული. თუმცა ასევე ვიტყოდი, რომ ბოლო პერიოდში 17, 18, 19 წლის გოგონებიც და ბიჭებიც მომართავენ და ჩემთვის ეს ძალიან დიდი სიხარულია და ბედნიერება, რომ აი ესეთი პატარაობიდან ზრუნავენ ადამიანები იმაზე, რომ იყვნენ ბედნიერები, წარმატებულები და ბედნიერი ოჯახები შექმნან. რა უშლით ადამიანებს ხელს საკუთარი თავის მოსმენაში? ხო, საინტერესო კითხვა. სიჩუმეში და თავის თავთან დარჩენის უნარობა.
ანუ დღევანდელი სამყარო თავაზობს ძალიან ბევრ თვალის და ტვინის საკვებს. ეს რილსები იქნება, სოციალური ქსელები იქნება, TikTok იქნება, ნებისმიერი ქსელი მოკლედ და ნებისმიერი ეკრანი, რომელიც ჩვენ გვიზიდავს და ჩვენი დრო მიაქვს. შესაბამისად, ის რომ საკუთარ თავს მოусმინო, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ხანდახან მაინც განსაკუთრებულად 20-25 წუთი დავრჩეთ საკუთარ თავთან სიჩუმეში, სიმშვიდეში. და მაგ შემთხვევაში დავიწყებთ საკუთარი თავის მოსმენას. როგორ იწყება შინაგანი თავისუფლება? ერთ დღეში თუ ნაბიჯ-ნაბიჯ? ხო, ამაზე არსებობს რამოდენიმე მოსაზრება. ზოგადად, მე დამისვავს ეს კითხვა ჩემი კოლეგებისთვისაც, კლიენტმა უნდა იცოდეს თუ არა ტრანსფორმაციის გზა და რა ელოდება ამ ტრანსფორმაციის გზაზე და ზოგადად რას მოიცავს, რამდენ ხანს მოიცავს. მე დღეს რომ ერთ დავალებას შევასრულებ, ერთ ტრენინგს დავესწრებ და ერთ წიგნს წავიკითხავ, საკმარისია? ეს ამას ხშირად მეკითხებიან ჩემი კლიენტებიც და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იცოდეს მისი ტრანსფორმაციის გზის აღწერა და ის, რომ ყოველდღიური დისციპლინით და ნაბიჯ-ნაბიჯ და თითო დავალების შესრულებით მე ურჩევ ხოლმე, რომ ზოგადად აიღონ 2 კილა თუნდაც. და ყოველი შესრულებული ტრანსფორმაციის გზაზე, ყოველი შესრულებული დავალება ფურცლზე დაწერონ და ჩაყარონ ამ კილაში. რომ წლის ბოლოს უბრალოდ რომ ამოალაგებენ იმ კილიდან ამ შესრულებული, ეს რაღაც მონეტა ყულაბასავით არის, ესე ვთქვათ, ოღონდ ტრანსფორმაციის მონეტებია ეს. შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ალბათ უფრო. რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა ცდილობს საკუთარი თავის პოვნას? გილოცავთ პირველ რიგში, რადგან თქვენ ეს გადაწყვიტეთ, უკვე ძალიან დიდი ამბავია და იმასაც გილოცავთ, რომ ამ ეპოქაში გადაწყვიტეთ, იმიტომ რომ ეხლა არის ულევი შესაძლებლობა. თუმცა, იცით რა, ამ საგზლად მაინც გირჩევთ, რომ მოთმინება ჩაილაგოთ. იმიტომ რომ საკუთარი თავის პოვნა არ არის ისეთი ადვილი, როგორც სიტყვებით ჩანს ეს. შესაბამისად, მოთმინება და რა თქმა უნდა, სურვილი. ყველაზე დიდი რამე არის სურვილი და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომ შენ ამ გზაზე ივლი, არ დაიღლები და იმ დროსაც, როდესაც გონია, რომ არაფერი გამოგდის, უნდა გახსოვდეს, რომ ძალიან ახლოს არის ზუსტად ის ცხოვრება, რომელსაც შენ ოცნებობ და უახლოვდები.